Moldovis პრეზიდენტის ეს განცხადება კვლავ შეფასებების თემაა თბილისში. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ მოლდოვა ვერ პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, თუმცა ბრიუსელის მხრიდან შეფასება მაინც დადებითია. ხელისუფლების ოპონენტები კი მმართველ გუნდს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ რუმინელი და მოლდოველი საზოგადოება ეთნიკურად და კულტურულად ერთი ხალხია და საკუთარი ქვეყნის ბედს ისინი დემოკრატიულად გადაწყვეტენ. შეგახსენებთ, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდომ განაცხადა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას ის მხარს დაუჭერდა. ეს მთლიანი თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია იმ ადამიანებზე და იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ამ ქვეყნებში ცხოვრობენ და ალბათ პირველ რიგში მოქალაქეებს უნდა კითხონ ამ გადაწყვეტილების შესახებ. აპოაშულს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ცოტა სხვა წარმოდგენები აქვს და სუვერენიტეტთან დაკავშირებით საერთოდ სხვა წარმოდგენები აქვს, იმიტომ რომ შევახსენებ ბატონ აპოაშულს, რომ ამ ქვეყნის 80%-მა ევროინტეგრაციის გზა აირჩია თავის დროზე და მათი გადაწყვეტილებით დღეს ეს გზა შეჩერებულია 2021 წელს. ჩვენ ქვეყანა იყო მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში და ფაქტობრივად ყველაფერი ჰქონდა იმისთვის, რომ ქვეყანას დამატებით წლები არ დაეკარგა. როცა დამოუკიდებლობას სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ამ ქვეყნის მოქალაქეებზე უნდა ვისაუბროთ და ღირსეულ ცხოვრებას და იმაზე, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეთა 80%-ს ევროკავშირში გაერთიანებისთვის აქვს მხარი დაჭერილი. ერთ-ერთმა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა განაცხადა, რომ ესო სახელმწიფოებრიობის გაუქმება კი არ არის, თავის სახელმწიფოს უბრუნდება. მაია სანდოს ის კი არ უხსენებია, რომ მე რაღაცნაირად რუმინეთთან შეერთება, იმიტომ მინდა რომ ეთნიკურად რუმინელები და მოლდოველები, ახლოს მოლდოველები, ახლოს დგომი ხალხი ვართ. მან თქვა, რომ უბრალოდ მას როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს არსებობა უჭირს. ანუ მას აქვს სახელმწიფოებრივი პრობლემა და არა ეთნიკური პრობლემა აქვს თავარი. სწორედ ამაშია საქმე, რომ სპეკულირებენ ამ მოლდოვას, ასე ვთქვათ, დიდ წარმატებებზე, მაგრამ რეალობაა, რომ მათ სახელმწიფოებრივი მართვის პრობლემა აქვს. არ შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობა, საკუთარ კონსტიტუციაზე უარის თქმა, მაგრამ არის მეორე ასპექტიც, რა მიიყვანა მოლდოვა ამ მდგომარეობამდე. ეს არ არის დაღლილობა მაია სანდოსი პრობლემური სიტუაციით, რომელიც მოლდოვაში შეიქმნა და რუმინეთთან შეერთება მას მის გადარჩენას განაპირობებს. დაცემულია ეკონომიკა, შიდა დაპირისპირება კულმინაციას აღწევს მიუხედავად იმისა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გაუქმებულია, ან კონკრეტული ლიდერები არიან დაჭერილი აბსოლუტურად ყოველგვარი მიზეზის გარეშე. რა მიიყვანა აქამდე? ბრიუსელის პოლიტიკამ ხომ არა, რომელმაც უკრაინა მიიყვანა ესეთ მდგომარეობამდე, რომ სისხლი და ცრემლი ყოველდღიურობაა უკვე. და მოლდოვაში კიდე ასეთ ვითარებაა შექმნილი. იქნებ სწორია საქართველოს ხელისუფლება, როდესაც არ დაუჯერა და იმ ინსტრუქციებს არ აყვა, რომელსაც იღებდა ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.